მიხეილ სააკაშვილის საქმე. 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა. ამ დროისათვის მას 4 სისხლის სამართლის საქმე ელოდებოდა, 2-ზე დასრულებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და 2-ზე მიმდინარე გამოძიებად და სასამართლო პროცესები. მას ასე პირველი საქმე ვალერი გელაშვილის საქმე ეგრეთ წოდებული და სანდრო გირგვლიანის საქმე პირობითად, რადგან ეს არ არის სანდრო გირგვლიანის საქმე, ეს არის სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალების საქმე. მაგიდაზე 5 ტომი. ვალერი გელაშვილის საქმე და 8 წელი. ტომი პირველი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით 25 და 117 მუხლის მეხუთე ნაწილის ე ქვეპუნქტით. რა მასალებია საქმის პირველ ტომში? საქმის პირველ ტომში არის რამდენიმე ჩვენება, მათ შორის ვალერი გელაშვილის და მე წაგიკითხავთ ამ ჩვენებების ფრაგმენტებს და გაჩვენებთ უფრო სწორად ამ ჩვენებების ფრაგმენტებს. როგორ დაიწყო ვალერი გელაშვილის საქმე? ვალერი გელაშვილის საქმე დაიწყო გაზეთ რეზონანსისთვის მიცემული ინტერვიუთი, სადაც მან ისაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის რეზიდენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ შორის ასევე მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე. რას წერს ვალერი გელაშვილი თავად აი ამ ფაქტთან დაკავშირებით? ეს არის მისი ჩვენება საქმის პირველ ტომში 190 გვერდზე და ესეც ფრაგმენტი მისი ჩვენებიდან. 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მივეცი ჟურნალისტს. ინტერვიუს მიცემის დროს გახდით ცოტა ნასვამი და გაბრაზებული. იმ გარემოებებზე, რაც ზემოთ გიჩვენეთ, რის გამოც ინტერვიუში შევეხე ისეთ დეტალებს, რომელთა გასაჯაროებაც რბილად რომ თქვათ არ იყო მიზანშეწონილი. საუბარი ინტერვიუში შეეხებოდა პრეზიდენტის პირად ცხოვრებას და რეზიდენციის მშენებლობის დეტალებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტს, რომელსაც მივეცი ინტერვიუ, უთხარი რომ ინტერვიუს მიცემის მომენტში ვიყავი ცოტა ნასვამი და გაბრაზებული. რის გამოც ბევრ ისეთ საკითხს შევეხე, რაც საგაზეთო პუბლიკაციის თემა არ იყო. დავთხოვე, რომ ასეთი დეტალები სტატიაში არ დაეწერა. მაგრამ მიუხედავად ჩემი თხოვნისა, სტატია დაიბეჭდა სრულად. ამის შემდეგ ვალერი გელაშვილი წერს თავის ჩვენებაში, რომ მეორე დღეს მას მისთვის უცნობი პირი დაუკავშირდა ტელეფონზე, დაემუქრა და ტელეფონის მეორე ბოლოში მას ასევე ესმოდა ხმა, რომელიც მიამსგავსა არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ გიგი უგულავას ხმას. უგულავას გელაშვილი მუქარი შემცველი ტექსტის კარნახს აბრალებს, რომლის ხმაც იმ დროს ესმოდა თითქოს, როდესაც სხვა პირი მას ტელეფონით ტერორისტული აქტის მოწყობით ემუქრებოდა და ვინც ამ პირს სიტყვებს კარნახობდა უგულავას ხმად მიიჩნია. ხოლო საკუთარი დაცვის წევს კი გელაშვილი ავტომანქანაზე სამუხრუჭე სისტემის სპეციალურად მოშლას აბრალებს და ამ ორივე ფაქცის მტკიცებულებების გარეშე ეგრეთ წოდებული გონივრული ეჭვების საფუძველზე ამყარებს. ეს არის ვალერი გელაშვილის ჩვენება, რომელზეც შემდგომ უკვე აიგო მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე. ეს არის პირველი ტომი. საქმის მეორე ტომი. რა წერია ამ ტომში? მინდა გითხრათ, რომ ზოგადად სააკაშვილის ბრალდების საქმეებს ყავს ერთი და იგივე მოწმეები: ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი. პრეზიდენტის ასეთ შემოთავაზებას მე მაშინვე უარით უპასუხე. რადგანაც ვთვლიდი, რომ ამ სახით ვალერი გელაშვილთან ურთიერთობა არ იყო სწორი და შევთავაზე, რომ გელაშვილთან ურთიერთობა მოგვეგვარებინა ცივილურად. ვინმე საერთო ნაცნობის შუამავლობა. აღნიშნულ საუბარს ჩვენ შორის არავინ სხვა არ ესწრებოდა. დაახლოებით 1 თვის შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ამ შემთხვევიდან 1-2 კვირის შემდეგ კვლავ შავნაბადის რეზიდენციაში ყოფნის დროს ჩემს მაპროვოცირებელ შეკითხვებზე, რომელიც შეეხებოდა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, მიხეილ სააკაშვილმა ირონიულად მითხრა: რაც შენ ვერ გააკეთე, მშვენივრად შეასრულა ვანომი. სააკაშვილს მხედველობაში ყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ვალერი გელაშვილის საქმეში საბოლოო ჯამში არის რამდენიმე ჩვენება. ეს ჩვენებები ეკუთვნის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს,
რომლებიც აღწერენ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. მათ შორის გია სირაძის, იმჟამინდელის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის დავალებას, რომ უნდა მომხდარიყო ვალერი გელაშვილის თვალთვალი, დეტალურად სად შეხვდნენ მათ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ვალერი გელაშვილს თავის ჩვენებაში აქვს 2 ეჭვი, მათ შორის ერთ-ერთი საკუთარ დაცვის წევრზე, ცხაკაიაზე, რომელსაც ბრალად დებს, რომ ავტომანქანის სამოხრუჭე სისტემა განზრახ დააზიანა. საქმის მეორე ტომში, ეს არის ტომი 388 ფურცლად, მოწმე ალექსანდრე ნაჭყებიას დაკითხვის ოქმი, მოწმე ლევან გერსამიას დაკითხვის ოქმი, მამუკა ცინარიძის, გიორგი ჩხეტიას, მანუჩარ გედიას, მოწმე ვახტანგ სუხბაიას დაკითხვის ოქმი. ეს გახლავთ განსაკუთრებით საინტერესო ჩვენება, ეს საქმის მასალების 219 და 212 გვერდზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ქალაქ თბილისის ყვება, რომ მას მოამზადებინეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და შემდეგ უკვე ტელევიზიით შეიტყო იმ ფაქტის თაობაზე, რომ თურმე ეს ადამიანები გამოიყენეს და შესაძლოა გამოიყენებინათ ვალერი გელაშვილის ცემისთვის. როგორც გითხარით, აქ არის ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ ადებენ ხელს გია სირაძეს და სოდის მაშინდელ უფროს ერეკლე კოდუას, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ კოდუას კაბინეტში მათ შესრულებული სამუშაოსთვის გადაეცათ ჯილდო $500 ოდენობით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთ ჩვენებაში მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ არის. საქმის ტომი ნომერი 3. შედგება 394 ფურცლისგან. ძალიან საინტერესო ტომია, ძირითადად არის ექსპერტიზის დასკვნები, განჩინებები წინა სასამართლოს ხდომაზე ვალერი გელაშვილის მიმართვა და მოწმე ვახტანგ სუხბაიას დამატებითი დაკითხვის ოქმი. ეს არის 212 გვერდი საქმის, რომელსაც ასევე წაგიკითხავთ. და ეს არის ერთადერთი ჩვენება 4-ტომიან თუ 5-ტომიან საქმეში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილზე და ისიც არა პირდაპირ. მოკლედ, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ საზეიმო მიღება დაინიშნა სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიწვეული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. და ფრაგმენტი აი ამ ჩვენებიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ერთადერთი ჩვენება სისხლის სამართლის საქმის მასალებში, სადაც საუბარია არა პირდაპირ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე. ერეკლე კოდუას დავალებით 20 კაციანი სარევიზორო ჯგუფის 6 წევრი სხვა თანამშრომლის გია სირაძის დაქვემდებარებაში გადავიდა. მათი მოქმედებებისათვის მე ყურადღება არ მიმიქცევია. მეორე დღეს კოდუა მობილურ ტელეფონზე დამირეკა და მამცნო ღონისძიების დასრულების შესახებ. ღონისძიების დასრულების შემდგომაც არ გამომიკითხავს ვინმესთვის დეტალები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ღონისძიება ტარდებოდა სხვა ჯგუფის დაქვემდებარებაში და ფაქტობრივად არ იყო ჩემს მიერ ჩატარებული ღონისძიება და დეტალები სულად უინტერესო იყო ჩემთვის. თუმცა იმავე საღამოს ჩემთვის მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელდა თავდასხმა. მოგვიანებით აღნიშნული დავაკავშირა ჩემი თანამშრომლების, ანუ ზემოაღნიშნული 6 კაციანი ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან. თუმცა უამრავი საქმისა და სამსახურეობრივად დაძაბული ვითარების გამო დამატებითი ინფორმაცია არ მომიწიებია. სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომლობის სახელმწიფო კანცელარიაში ერთ-ერთი სხვა წარმატებული ღონისძიების გამო მიგვიწვიეს. არ მახსოვს ჩემზე საშვი იყო თუ არა გამოწერილი. მე ვანო მერაბიშვილს ვთხოვე, რომ სურვილი მქონდა მიშასთან ფოტოს გადაღების. მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ მასთან ფოტოს გადაღება მინდოდა, თუმცა იქვე ფოტოგრაფი არ აღმოჩნდა. მობილური ტელეფონებიც დატოვებული ჰქონდა პრეზიდენტის დაცვასთან და ფოტოს გადაღება ვერ შევძელით. მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შემაქო სხვა საჯარო ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის. რა დროსაც ვანო მერაბიშვილმა მას ჩემზე სიამაყით უთხრა, რომ ვახას მაგარი ბიჭები ყავს. მათ შეასრულეს ვალერი გელაშვილის ამბავიც. აღნიშნულზე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ გამოხატა კმაყოფილება და აღნიშნა, რომ ვალერი გელაშვილის საქმე მაღალ პროფესიონალურ დონეზე და როგორც სჭირდებოდა ზუსტად ისე იყო შესრულებული. აღნიშნული საუბარი გრძელდებოდა 1 წუთამდე, რომელსაც ვესწრებოდით მე
მერაბიშვილი და სააკაშვილი. სხვა ყველა ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ჩვენი საუბრის შინაარსს ვერ გაიგებდნენ, ვინაიდან ოდნავ მოშორებით რამდენიმე მეტში იდგნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ერთადერთი ჩვენება, პირდაპირი ან ირიბი იურისტები ამაში აფასებენ, სადაც საუბარია ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილზე და სადაც არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის გვარი. ტომი ნომერი 4, მასალები 260 ფურცლად, აქაც არის ჩვეულებრივი საპროცესო დოკუმენტაცია, მტკიცებულებების თაობაზე, ბრალდების შესახებ და ასე შემდეგ დათვალიერების ოქმებით და როგორც გითხარით, საქმეში არსებობს ორი ჩვენება, ეს არის ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მძიმე შეფასებები და დამოკიდებულება ვალერი გელაშვილის მისამართით. ნინო ბურჯანაძე, მოწმე ვალერი გელაშვილის საქმეში. ამონარიდი ნინო ბურჯანაძის ჩვენებიდან. ერთ საღამოს შევხვდი მიხეილ სააკაშვილის კანცელარიაში. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილს ვკითხე, რომ დადიოდა ხმები ვალერი გელაშვილი ნაცემი იყო სპეცრაზმის მიერ, რომ თავდასხმელები მოქმედებდნენ ორგანიზებულად. იყვნენ შეერაღებულნი და ეცვათ ერთნაირად. მიხეილ სააკაშვილი ისმენდა და ემჩნეოდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე იყო საქმის გულში. რაიმე სინანული მოხდა ფაქტზე მას არ ჰქონია და მითხრა რა არ იყო საცემია. სულ ეს არის ვალერი გელაშვილის საქმე. ეს არის ჩვენებები, რომელიც მოიპოვება ამ საქმეში. რამდენად შეიძლება ნორმალური მართლმსაჯულების პირობებში ეს ჩვენებები გამოდგეს მტკიცებულებად, ამაზე ალბათ დიდხანს იმსჯელებენ იურისტები და სწორედ აი ამ მტკიცებულებებისა გამო მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117 მუხლის მეხუთე ნაწილის E ქვეპუნქტითა და 333 მუხლის მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. რაც ამინისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ეს არის ვალერი გელაშვილის საქმე და მიხეილ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური მსჯავრი, იმიტომ რომ მტკიცებულებების ნაწილში მე მგონი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებისთვისაც ძალიან მარტივი გასაგებია, რომ მხოლოდ ერთადერთი სპეცრაზმელის ჩვენება იმ საუბრის თაობაზე, რომელიც გრძელდებოდა 1 წუთის განმავლობაში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ სამსახურს სჭირდება წახალისება და ყოჩახ იცის, რომ კარგი ბიჭები ყავს და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს ეხებოდა სწორედ ვალერი გელაშვილის საქმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ვანო მერაბიშვილის ჩვენება და მისი დადასტურება აღნიშნული შეხვედრის შინაარსის ან საერთოდ ამ შეხვედრაზე კონკრეტული პირების მონაწილეობის თაობაზე. სანდრო გირგულიანის საქმე. 2014 წელს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სანდრო გირგულიანის გახმაურებული საქმე უნდა დაეწყო ხელახლა. ოღონდ დაეწყო არა მკვლელობის ნაწილში, გადაესინჯა არსებული განაჩენები, არამედ მიება სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმე, პირობითია ესეც, იმიტომ რომ საქმეს არ ყავს ფიგურანტი, არც ერთი, რომელიც გასამართლებულია სანდრო გირგულიანის მკვლელობაზე და მიება ეს გახმაურებული საქმე მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარისთვის. 2014 წელს 25 ნოემბერს პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ბრალდებისა გამო მიხეილ ნიკოლოზის სააკაშვილის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილი. ეს საქმე არის 15 ტომი და ამ საქმის მასალებში არის ძალიან ბევრი ამბავი, რომელიც საერთოდ არ ეხება მიხეილ სააკაშვილს და ძალიან ბევრი ამბავი, რომელიც გვიყვება სრულიად სხვა ფაქტებზე. საქმის მასალების პირველი ტომი. პირველ ტომში არის ჩვენებები იმ ადამიანების, ვინც ფიგურირებდნენ სანდრო გირგულიანის საქმეზე. მათ შორის ციხის თანამშრომლები,
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. აქ ნახავთ მერაბ ბაღათურიას, დავით კუპატაძის, ლევან ჩიფაშვილის, დავით ქოქიაშვილის, თამაზ მაზანაშვილის, გელა ასანიშვილის, ვახტანგ იმედაშვილის, იოსებ ტბელიშვილის, ნოდარ ნარსიას, ზაზა ქიმიძის, ზაზა ოსიშვილის მოწმის სახით დაკითხვის ოქმებს. ესენი გახლავენ ციხის თანამშრომლები უმეტესად, რომლებიც თემურ ტაბაღუას ძალიან საინტერესო პერსონაა ეს ამ საქმეში, იმიტომ რომ თემურ ტაბაღუა იმ მომენტისათვის, როდესაც სანდრო გირგულიანის საქმის ფიგურანტები სასჯელს იხდიდნენ, გახდათ ციხის დირექტორი. უთხოვარად რაც დასტურდება ის, რომ სანდრო გირგულიანის საქმეზე გასამართლებული პირები, გერონტი ალანია, მიხელ ბიბილურიძე, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილა ციაური, სასჯელს იხდიდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მათთან შედიოდნენ ოჯახის წევრები, მათ ჰქონდათ მობილური ტელეფონები, არ იყვნენ შეზღუდული პაემნებზე, ჰქონდათ ტელევიზორი, გადიოდნენ და გამოდიოდნენ, მათ შორის ტოვებდნენ ციხის ტერიტორიასაც და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, რა თქმა უნდა, გახლავთ თემურ ტაბაღუა, ციხის უფროსი, რომელიც დღეს არის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი და არავის მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. საქმის მასალების მეორე ტომი, რომლებიც ადასტურებენ და აღწერენ ზუსტად იმას, რაც მე თქვენ ახლა გითხარით, აქ არის ციხის თანამშრომლების ჩვენებები და ჩვენ ამ ფრაგმენტებს რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ, რა პირობებში იხდიდნენ სასჯელს სანდრო გირგულიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები. მეორე ტომში კიდევ ერთხელ ვამბობ, არის სწორედ ეს მასალები, მტკიცებულებები და ჩვენებები. ტომი ნომერი 3. ძალიან საინტერესო ტომია, იმიტომ რომ აქ უკვე იწყება შეწყალების მასალების ამოღება პრეზიდენტის კანცელარიიდან და აი ამ მასალების თავმოყრა. რეალურად აი ამ მასალებში არის პრეზიდენტის განკარგულება იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება შეწყალების წესთან დაკავშირებით და არის პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ჩვენება, რომელიც ასევე არ არის პირდაპირ სახის მტკიცებულება, იმიტომ რომ ის ზოგადად საუბრობს იმ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე, დაუშელობის სინდრომზე ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროში და განწყობაზე, მათ შორის ძალოვანი მინისტრების და ვანო მერაბიშვილის მხრიდან, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებიც სანდრო გირგულიანის საქმეში ფიგურირებდნენ. ნინო აზორის ასული ბურჯანაძე, 18 მაისი 2013 წელი. ბურჯანაძის დაკითხვის ოქმი 6 გვერდს მოიცავს. ბურჯანაძის ჩვენების ძირითადი ნაწილი მერაბიშვილისა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრების დროს წარმართულ საუბრებს ეხება, რომლის თემაც საქმეში ეჭვმიტანილი პირების უმკაცრესად დასჯის მოთხოვნას ეხებოდა. ჩვენებაში არაფერია ნათქვამი დაკავებულების შეწყალების შესახებ და აქ არაფერია ისეთი ნათქვამი, რაც ბურჯანაძემ სააკაშვილის დანაშაულზე ან საქმეზე იცის, ან დაუნახია. ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ ერთი რამ. მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგულიანის საქმის ფიგურანტები არ შეუწყალებია. მან შეიწყალა სხვადასხვა დროს სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანები და მათი ყველა მონაცემი, მათ შორის სახელები, გვარები და პირადი საქმეები ინახება სწორედ აი ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებში. მე შერჩევით წაგიკითხავთ მათ გვარებს: ზაზა გიორგისძე მღებრიშვილი, თეიმურაზ გიორგისძე ბუნტური, ილია აკაკისძე მახარაშვილი, ჯიმშერ რევაზისძე კირთაძე, დემურ დავითისძე მამულაშვილი, ალექსანდრე გივისძე ყრუაშვილი, ლევან კარლოსძე ჯანაშია, დავით არიელისძე გიორგაძე, ლაშა თენგიზისძე გურაბანიძე, 174 პირია სულ აი ამ საქმეში და მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების იმ აქტით, რომელიც მან გამოსცა, ამ ადამიანებს სასჯელი გაუნახევრა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს შეწყალებას და ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავდა იმას, რომ ეს ადამიანები ციხიდან, მათ შორის სანდრო გირგულიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები ციხიდან უპირობოდ გაათავისუფლეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პატრიოტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ წასულიყვნენ აგვისტოს ომში, მაგრამ და ისინი იმყოფებოდნენ კიდევაც გორში, საომარი მოქმედებების ადგილას, მათ შორის იმყოფებოდა სანდრო გირგულიანის საქმის ფიგურანტები და ისინი ელოდნენ, რომ პრეზიდენტის შეწყალება გზაში დაეწეოდა, ეს ასე არ მოხდა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ყველა მათგანი უკლებლივ დააბრუნეს ისევ ციხეში. და როგორ მოხდა მათი გათავისუფლება? მათი გათავისუფლება მოხდა მოგვიანებით
2009 წელს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის მიერ დამტკიცებული უდოს პირობებით, ვინც არ იცის, მათთვის მინდა ხაზგასმით თქვა, რომ უდო ნიშნავს ვადაზე ადრე გათავისუფლებას და ეს ხდება როგორ ხდება წარდგინებით პენიტენციური სისტემიდან და გადაწყვეტილება მიიღო იმ მოსამართლემ, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ანუ პიჯაკების საქმეზე ასამართლებს. რა მტკიცებულებები ამ საქმეში არის იგივე პირების ჩვენება ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ელენე თევდორაძის, რომელიც იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ლაშა ბუღაძის, შეწყალების კომისიის წევრის, ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან მათი კომისიის გვერდისავლით მოხდა ამ ადამიანების შეწყალება, თუმცა არც ერთ მათგანს არ ქონია საჯარო პროტესტი და არც ერთ მათგანს სანდრო გირგულიანის საქმის ფიგურანტების გამო არ დაუტოვებია თანამდებობა. ჩვენ ამ ჩვენებებს რა თქმა უნდა ყველას გაჩვენებთ ამ ფილმში და თქვენ ნახავთ, რომ ისინიც არ არის პირდაპირ მტკიცებულებები. ირაკლი ოქრუაშვილი მაგალითად ამბობს, რომ შაუნაბადაზე მოისმინა არა ნეგატიური დამოკიდებულება სააკაშვილის მხრიდან ამ პირებისადმი, რომ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ეს, ზურაბ ნოღაიდელი სხვათა შორის ამბობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდოდა თანამდებობიდან გადაეყენებინა ვანო მერაბიშვილი და უნდოდა მისი გადაყვანა მაგალითად ეკონომიკის მინისტრად. ლაშა გიორგი ზებუღაძე 1 აგვისტო 2014 წელი ჩვენება პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ბუღაძე საკუთარ ჩვენებაში იხსენებს პერიოდს, როდესაც ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო. კითხვა პროკურატურისგან ლაშა ბუღაძეს. გთხოვთ გვიპასუხოთ, თუ რა არის თქვენთვის ცნობილი გირგულიანის საქმეზე მჟავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა 2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე. მოწმე ლაშა ბუღაძის პასუხი. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პირების შეწყალების საკითხი კომისიაზე განსახილველად არ შემოსულა. პირადად მე, რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხზე უარყოფით დასკვნას გავცემდი. გირგულიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების ამბავი პირადად მე შევიტყვე მოგვიანებით. ფაქტმა ჩემში გამოიწვია დიდი გაბრაზება. თუმცა არც იყო გასაკვირი, ვინაიდან მათი შეწყალება იყო ძალიან ლოგიკური, თუ კი იმ ხელისუფლების მართვის სტილს გავიხსენებთ. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მე მაინც განვაგრძე შეწყალების კომისიაში მუშაობა. ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და ვაწერ ხელს. ლაშა ბუღაძე. ამონარიდი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებიდან 18 ივლისი 2014 წელი. საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ივანე მერაბიშვილი ხშირად აწუხებდა თხოვნით გირგულიანის საქმეზე დაკავებული მჟავრდებულების შეწყალებაზე. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მას წინასწარ ჰქონდა მიცემული ასეთი პირობა, მაინც თავს იკავებდა შეწყალებაზე. ირაკლი ოქრუაშვილს ამ საქმეში ჩვენება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიცემული. თუმცა ამ კონკრეტული ჩვენების შემთხვევაში, თუ საიდან იცოდა მან, რომ მიხეილ სააკაშვილს პირობა წინასწარ ჰქონდა შეწყალების ვინმეზე მიცემული, არ კონკრეტდება. ამონარიდი სოზა რავთოზეს სუბარის ჩვენებიდან 6 მაისი 2015 წელი. სუბარი ამ ჩვენებაში იხსენებს სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობის იმ პერიოდს, სადაც მას გირგულიანის საქმესთან ჰქონდა შეხება. დაახლოებით 2006 წლის მარტის თვის დასაწყისში გავმართე ბრიფინგი. გავაკეთე განცხადება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა სადამსჯელო რაზმი, რომელიც კანონზე მაღლა იდგა და შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია. ბრიფინგის შემდეგ გავთიშე ტელეფონი და წავედი სახლში. ცოტა ხანში ჩემთან მოვიდა ჩემი მძღოლი. მომაწოდა ტელეფონი და მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეკავდა. სააკაშვილთან გაიმართა ძალიან მძიმე საუბარი. იგი ხმამაღლა ყვიროდა და მსაყვედურობდა, რომ რატომ თქვი სიკვდილის ბრიგადები. ჩვენების ბოლოს სუბარი შეწყალების თემას მაინც ეხება და ჩვენებაში საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებას შემდეგნაირად წერს. 2008 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყარა გირგულიანის საქმეზე გასამართლებული პირები და როგორც მახსოვს, სასჯელი გაუნახევრა მათ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ფაქტმა ჩემში უკმაყოფილების გზნობა გამოიწვია და კიდევ უფრო გამიმყარა ვარაუდი, რომ გირგულიანის საქმე არ იყო სრულყოფილად გამოძიებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ყოფილა რეალურად ამ პირების შეწყალება. და ერთი და ძალიან ყველაზე და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სანდრო გირგულიანის საქმიდან. გამოძიებას, რომელიც დაიწყო 2014 წელს, არ დაუყენებია ეჭქვეშ სანდრო გირგულიანის მკვლელობის ფაქტი.
არ დაუწყია გამოძიება იმ პირის დასადგენად, ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი. უპირობოდ მიიღო ექსპერტიზის ის დასკვნა, რომელიც დევს სისხლის სამართლის საქმეში, მეტიც საქმეში არსებობს დავით ჩხატარაშვილის ჩვენება, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მაღალჩინოსანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გადაბარგებული ქართულ ოცნებაში. ჩხატარაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დათა ახალაიამ ის გააგზავნა ოქროყანაში იმისათვის, რომ ადგილზე ენახა, რამდენად შეიძლებოდა სწორი ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნა სანდრო გირგვლიანის ხევში, გადაჭეხვასა და იქ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. ჩხატარაშვილი ადასტურებს, რომ გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა გამომძიებლებზე, იგივეს ადასტურებს გამომძიებელი უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიცემულ ჩვენებაში და ჩხატარაშვილი ამბობს, რომ მან დაადასტურა რომ ადგილზე იყო ძალიან ბევრი ბასრის საგანი, იყო ეკლები და სავსებით რეალური იყო ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ სანდრო გირგვლიანმა ეს დაზიანებები მიიღო სწორედ ხევში გადავარდნის დროს. და აი ამ მტკიცებულებებით, რაც გითხარით, იმის გამო, იმ ფაქტის გამო, არა იმის გამო, რომ მკვლელებს ვინმე მხელი დააფარა, არა იმის გამო, რომ მკვლელები გაათავისუფლა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენების გამო მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. და ამინისტიის შესახებ კანონის თანახმად 1/4-ით შეუმცირდა მას ეს სასჯელი სანდრო გირგვლიანის საქმეზე და საბოლოო ჯამში მისი ორივე ბრალის სასჯელი განისაზღვრა 6 წლის ვადით. კითხვა მოწმე ზურაბ ნოღაიდელს. თქვენი ჩვენებით ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მსჯავრდებული პირებისადმი შეწყალების გავრცელების პირობის შესახებ? პასუხი მოწმე ზურაბ ნოღაიდელის. სააკაშვილის მიერ მერაბიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა აშკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ პრეზიდენტმა თვითონ თუ სხვა პირების შევით სხვა გამოსავალი იპოვა. მართალია ეს გამოსავალი არაპოპულარული იყო და მას პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოუტანდა, მაგრამ ადვილად შეიძლებოდა განზრახვის შენიხვა და განხორციელება. დანაშაულის გახსნილად გამოსაცხადებლად კი შერჩეულ იქნა რამოდენიმე პირი, რომლებსაც დუმილის სანაცვლოდ პრეზიდენტის სახელით შეწყალების პირობა მიეცათ. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმეში დევს მაშინდელი ციხის ხელმძღვანელობისა და რეჟიმის ინსპექტორების ჩვენებები. მათი შინაარსი მოცულია ძირითადად თუ როგორ პირობებში იხდიდნენ სასჯელს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები. საუბარია განსხვავებულ და პრივილეგირებულ პირობებზე, რაც სხვა მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ინსპექტორი ჩვენებაში წერს, რომ მსჯავრდებულებს მეგობრები და ოჯახის წევრები ციხეში ხშირად და უპრობლემოდ სტუმრობდნენ. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულებთან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებით შეყავდათ. თუმცა მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე ან შეწყალების საქმესთან ციხის ყოფილი თანამშრომლები ვერაფერს საუბრობენ, არაფერი იციან და არაფერი არასდროს სმენიათ. ამავე საქმეში კიდევ ბევრი ირიბი და არაპირდაპირი ჩვენება დევს. თითქმის ვერცერთი მოწვე ვერ ამბობს მას მიხეილ სააკაშვილმა პირადად ერთ-ერთზე განუცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს დაპირდა შეწყალებას და ეს განზრახვა სისრულეში 2008 წლის ნოემბერში უნდა მოეყვანა. თავად ყოფილი მსჯავრდებულებიც კი, რომლებმაც პროკურატურასთან 2013 წლის 10 თებერვალს ბევრი პასტით და ბევრი ფურცლით თანამშრომლეს, ვერ ასაბუთებენ და არსად წერენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი პირადად დაპირდა შეწყალებას ან ვადაზე ადრე განთავისუფლებას. მსჯავრდებულის ავთანდილ აფციაურის ჩვენებიდან. ჩემს ჩვენებაში უკვე განმარტე, რომ დათა ახალაიასგან ჰქონდა პირობა მიღებული, რომ დაკავებისა და შემდეგ ციხეში ყოფნის პერიოდში ჩვენ ვიქნებოდით პრივილეგირებულ მდგომარეობაში. დათამ ეს პირობა შეასრულა და ჩვენ მართლაც ვიყავით განსაკუთრებულ პირობებში. ეს არის ორი საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს აქვს მსჯილი და ჯამში 6 წელი, რომლის ათვლაც დაიწყო პატიმრობის საქართველოში მისი ჩამოსვლისთანავე, მაგრამ საინტერესოა ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს ინტერპოლის პასუხი, როდესაც საქართველოს პროკურატურამ მიმართა მათ მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე დაყენებასთან დაკავშირებით. ინტერპოლმა განიხილა საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი მასალები და მოიწერა ოფიციალური წერილი. გაჩვენებთ ჩვენ ამ წერილსაც,
რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე უმეტესწილად შეიცავს პოლიტიკურ მოტივაციას და შესაბამისად ის არის ამოღებული ინტერპოლის ძებნელთა სიიდან და მასზე არ განხორციელებულა საერთაშორისო ძებნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებში, მათ შორის პეტრე პოროშენკოს ბრძანებით დაინიშნა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად უკრაინაში. საგამოძიებო მასალებში ინტერპოლის უარი მიხეილ სააკაშვილის წითელ ცირკულარზე დასმის შესახებ შემდეგნაირად არის დასაბუთებული და იქვეა სპეციალური ჩანაწერიც. ზუსტი ციტირება დოკუმენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს ჩვეულებრივი დანაშაულის ელემენტები, პოლიტიკური მნიშვნელოვანი ელემენტები ჭარბობს მას. ამავე საქმის ტომებში წარმოდგენილია ამერიკის კონგრესის და სენატის წევრების წერილებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხარდამჭერია და ისიც ინტერპოლისათვის არის გადაგზავნილი. აქ წერია, რომ სააკაშვილი დამნაშავედ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის გამოცხადებული და რომ მასზე ძებნა არ უნდა გამოცხადდეს და ის დაკავებული არ უნდა იქნას. ერთ-ერთ ასე წერილს ხელს სენატორი ჯონ მაკეინიც აწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორ საქმეს, შემდგომი ორი საქმე გახლავთ ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე, რომლის არსებითი განხილვა ამჟამად მიმდინარეობს და 7 ნოემბრის საქმე, სადაც ასევე ვიცნობ რა იმ საქმის მასალებსაც პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა იმედში შეჭრის და მიტინგის დარბევის ბრძანება არ არსებობს. დამატებული არის საზღვრის უკანონო კვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მესამე პრეზიდენტს ბრალი დასდო საზღვრის უკან მისი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთაში, ეს არის ჯერ კიდევ რა თქმა უნდა გამოსაკვეთო.